დღეს დიდი ორშაბათია. ამ დღეს ეკლესიურ ტრადიციაში ეწოდებენ წმინდა ორშაბათს. ეს არის ვნების კვირის ორშაბათი, როდესაც იესო ქრისტეს ცხოვრებიდან ორ შემთხვევას იხსენებენ. ვნების ორშაბათს იხსენებენ იესოს განწმენდას, ტაძრის განწმენდას და ასევე იხსენებენ იესო ქრისტეს მიერ ლეღვის ხის დაწყევლას. ქრისტიანულ ტრადიციაში ასევე ამ დღეს იხსენებენ ძველი აღთქმის პატრიარქს იოსებს. ბიბლიაში ჩაწერილია ქრისტეს 40-მდე სასწაული. მხოლოდ ერთადერთი სასწაული, რომელიც მოიმოქმედა ქრისტემ, არის უარყოფითი. იესო ბევრს კურნავდა, იესო თვალს უხელდა, იესო აპურებდა, იესო აღადგენდა მკვდრებს, აწმარებდა ქარიშხალს. მაგრამ ბიბლიაში ჩაწერილია ერთი შემთხვევა, ერთი სასწაული, რომელიც არის ნეგატიური. თუ დავაკვირდებით, ორივე მოვლენა, რომელსაც იხსენებენ ეკლესიაში დიდ ორშაბათს, წარმოადგენს მეტად უცნაურ შემთხვევას. თითქოს ის, რაც მოხდა ამ დღეს, არ იყო დამახასიათებელი ქრისტეს ხასიათისთვის. იესოს გაწმენდა, იესოს მიერ ტაძრის განწმენდა და იესოს მიერ ლეღვის ხის დაწყევლა. როგორ აიხსნება ეს მოვლენები? როგორ შეიძლება შევხედოთ ამ ყველაფერს სულიერი თვალით? როგორ შეიძლება მივცეთ განმარტება ამ ყველაფერს? რატომ მოხდა ეს ყველაფერი? მოდი წავიკითხოთ ღვთის სიტყვა, მარკოზის სახარება მე-11 თავი. წავიკითხავთ მე-12 და მე-14 მუხლების ჩათვლით, ასევე მე-20, 20 და მე-1 მუხლებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. წავიკითხავთ მარკოზის სახარებას მე-11 თავს, მე-12 მუხლიდან მე-14 მუხლის ჩათვლით და ასევე მე-20 და 20 მე-1 მუხლებს. მეორე დღეს ბეთანიიდან რომ გავიდნენ, მოშივდა. შორიდან დაინახა გაფოთლილი ლეღვის ხე და წავიდა, რომ ზედ რაიმე ეპოვა, რომ მივიდა ვერაფერი იპოვა ფოთლების მეტი. არ იყო ლეღვობის დრო. მიუბრუნდა და უთხრა მას, ნუღარავინ ჭამოს, უკუნისამდე ნაყოფი შენი და გაიგონეს მისმა მოწაფეებმა. დილით ჩაიარეს და დაინახეს, რომ ლეღვი ფესვებამდე გამხმარიყო. გაახსენდა პეტრეს და უთხრა მას, რაბი, აჰა ის ლეღვი, შენ რომ დასწევლე, გამხმარა. 4 რამ, რაც შეიძლება აღმოვაჩინოთ ამ ტექსტიდან. 4 კითხვა, რომელსაც შეიძლება რომ გავცეთ პასუხი. ან 4 კითხვა, რომელიც უნდა დავსვათ დღეს დიდ ორშაბათს, მაშინ როცა ვიხსენებთ იესო ქრისტეს მიერ ლეღვის ხის დაწყევლის შემთხვევას. პირველი, რატომ დაწყევლა იესომ ლეღვის ხე? მეორე, ვინ არის ეს ლეღვის ხე? მესამე, რა ნაყოფის ნახვა სურს ქრისტეს და ბოლოს, როგორ გავხდეთ ის ხე, რომელიც იძლევა ბევრ ნაყოფს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ 4 კითხვას. რატომ დაწყევლა ქრისტემ ლეღვის ხე? მეორე, ვინ არის ეს ხე? რა ნაყოფის ნახვა სურს ქრისტეს და მეოთხე, როგორ გავხდეთ ის ხე, რომელიც ბევრ ნაყოფს იძლევა. რატომ დაწყევლა ქრისტემ ხე? თითქოს ჩვენი უფალი ყოველთვის თავისი საქმეებით შემოიფარგლებოდა ისეთი საქმეების კეთებით, რომლებიც აღაშენებდა, რომელიც დიდებას აძლევდა უფალს, რომელიც იყო ყოველთვის გამიზნული პოზიტიური მიზნებისთვის. მაგრამ აქ ხედავთ, რომ იესო ბრუნდება იერუსალიმში, მას შემდეგ რაც ღამე გაათია ბეთანიაში და მიდის ლეღვის ხესთან. ლეღვის ხე იყო ძალიან შეფოთლილი, ძალიან ლამაზი, მაგრამ როდესაც მასთან მივიდა, იესომ ვერ ნახა ვერნაირი ნაყოფი. იესომ დაწყევლა ხე. რატომ დაწყევლა იესომ ხე? ყველა თანხმდება, რომ ლეღვის ხის დაწყევლას
ქონდა სიმბოლური მნიშვნელობა. ეს მოვლენა ჩაწერილია იმისათვის, რომ ქრისტეს რაღაც ესწავლებინა მისი მოწაფეებისათვის. თავად პეტრეს უკვირს ის რაც ხდება და ეუბნება უფალს. რაბი, აჰა ის ლეღვი, შენ რომ დაწყევლე, გამხმარა. ორივე შემთხვევაში, მაშინ როდესაც იესო ტაძარს წმინდავს, მაშინ როდესაც იესო ლეღვის ხეს წევლის, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ რამდენადაც ნეგატიურად არ უნდა გამოვიყურებოდეს ეს შემთხვევები, ქრისტე ყოველთვის ყველაფერს აკეთებს სწორად. ის ასრულებს მამის ნებას, მაგრამ გვიცხადებს ასევე ღმერთის ხასიათს და ბუნებას. იესო ამ დროს ჩანს როგორც მსაჯული და ბევრი კომენტატორის აზრით, იესო ამ დროს იუწყება იმ მოსალოდნელ სამჯავროზე, რომელიც მოვიდოდა ებრაელ ხალხზე. იმიტომ კი არ დაწყევლა იესომ ლეღვის ხე, რომ შიოდა და ვერ შეჭამა. არამედ იმიტომ, რომ იესო იყო ძალიან იმედგაცრუებული. მან ვერ ნახა ნაყოფი. რატომ? იმიტომ, რომ ის ხე, რომელიც იდგა, იყო ძალიან შეფოთლილი, ძალიან ლამაზი, გარეგნულად, ვიზუალურად, მას ქონდა ყველა ნიშანი იმისა, რომ მას უნდა ჰქონოდა ნაყოფები. მაგრამ სამწუხაროდ ქრისტემ ვერ იპოვა ეს ნაყოფები. მერტი დღესაც ეძებს ისეთ თაყვანისმცემლებს ეკლესიაში, რომელსაც გააჩნიათ ნაყოფები. და ჩვენ ამ დღეს ვიხსენებთ, რომ სამწუხაროდ ღმერთი ნეგატიურად არის განწყობილი ისეთების მიმართ, რომლებსაც არ აქვთ ნაყოფები. ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რომ უბრალოდ რწმენა საკმარისია იმისათვის, რომ ვიცხოვროთ და გვეწოდოს ქრისტიანები, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ღმერთი მოითხოვს ჩვენგან ნაყოფებს. მათ ესახარება მე-7 თავში იესო ამბობს, მათი ნაყოფებით იცნობთ მათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთისთვის მნიშვნელოვანია გავარჩიოთ და ღმერთისთვის აქვს ნამდვილად მნიშვნელობა და საზრისი, გვაქვს თუ არა ნაყოფები და როგორი ნაყოფები გვაქვს. ერთია, როცა ნაყოფები არ გაქვს, მაგრამ მეორეა, როცა გაქვს და საინტერესოა გავერკვეთ, როგორი ნაყოფები გაქვთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ როცა იესო მოდის იერუსალიმში, მოდის მათი მხსნელი, მათი მესია, მათი მეფე და იესო ბუნებრივია ელოდება იმ ნიშნებს, რომლებსაც ქვია აღიარება, რწმენა, მესიის რწმენა, მაგრამ სამწუხაროდ ღმერთი აღმოჩნდა უკიდურესად იმედგაცრუებული, როცა თავის ერში, თავის ხალხში ვერ ნახა ნაყოფები. ღმერთი გვევლინება როგორც მსაჯული. მან მოიტანა სამჯავრო ხეზე, რომელსაც არ ჰქონდა ნაყოფები, თუმცა იყო ძალიან შეფოთლილი. დებო და ძმებო, იესო იუწყება ღმერთის სამეფოს მოსვლას როგორც სამჯავროს მათზე, ვისაც არ გააჩნია ნაყოფები. და ეს არის ცხადი. შეუძლებელია რწმენა განვაცალკავოთ ნაყოფებისაგან. და ბიბლიაში ამაზე ძალიან ბევრი წერია. გაიხსენეთ ქრისტეს იგავი, როდესაც მებაღესთან მოდის ადამიანი და ეუბნება, ერთი წელი არ აქვს ნაყოფები, შემდეგი წელი ნაყოფი არ აქვს, იქნებ დავაცადოთ, იქნებ კიდევ მოვითვინოთ ერთი წელი, მომავალ წელსაც შემოვუბარავ, იქნებ მომავალ წელს გქონდეს ნაყოფები, მაგრამ არც შემდეგ არ აქვს ნაყოფები. რა ელის ასეთ ხეს, რომელსაც აუცილებლად მოჭრიან და ჩააგდებენ ცეცხლში. ქრისტე იუწყება სამჯავროს შესახებ, რომელიც არის გარდაუვალი. ხანდახან ადამიანები ივიწყებენ ამის შესახებ, ხანდახან ადამიანები თვალს ხუჭავენ, მაგრამ ეს რეალობაა. რეალობა, რომელიც ისეთ ადამიანებს უდგათ, რომლებსაც გამოფიტული ცარიერი რწმენა გააჩნიათ. თავიანთი ნაყოფებით იცნობთ მათ, ამბობს იესო ადამიანებზე, რომლებიც აცხადებენ, რომ არიან ქრისტიანები, არიან მორწმუნეები. რატომ დაწყევლა იესომ? იმიტომ რომ მან განაცხადა სასჯელი და სამჯავრო ამ ხეზე და ამით ისაჩვენებს ღმერთის ნებას და ხასიათს. მეორე რამრად შეიძლება ვთქვათ? ვინ არის ეს ხე? ვინ არის ეს ხე? რა თქმა უნდა, სიმბოლურად ეს ხე, ლეღვის ხე განასახიერებს
ებრაელ ხალხს, ღმერთისჩეულ ერს, რომელმაც ღმერთისაგან დაიმსახურა, რომ ქონოდა ღმერთს მოლოდინი. ღმერთმა ძალიან ბევრი გააკეთა იმისათვის, რომ მას ქონოდა მოლოდინი, რომ მიიღებდნენ მესიას. ძალიან ბევრი რამ ღმერთი ამზადებდა საუკუნეებით ადრე, ვიდრე მოვიდოდა ქრისტე ამ გზას. ის მათ აძლევდა საოცარ გადარჩენას, ხსნას და ღმერთი ყოველთვის ელაპარაკებოდა წინასწარმეტყველების საშუალებით თავის ხალხს, თავის შვილებს, ებრაელ ხალხს. არის ერთი იგავი ვენახცეთ ძველ აღთქმაში. საერთოდ ძველი აღთქმა არ არის მთლად მდიდარი იგავებით, მაგრამ ესაია წინასწარმეტყველის წიგნში ჩაწერილია ეს საოცარი იგავი ვენახზე, რომელიც გადმოგცემს ღმერთის პირად სურვილებს, პირად გრძნობებს, პირად ემოციებს, თუ რას განიცდიდა ღმერთი ებრაელი ხალხის მიმართ და ამავდროულად რა მოლოდინი ჰქონდა ღმერთს ებრაელი ხალხის მიმართ. აი რას ამბობს ესაია წინასწარმეტყველი, როგორ გადმოგცემს ღვთის სიტყვებს. და ახლა იერუსალიმს ცხოვრებნო და იუდას კაცნო, გთხოვთ გამსაჯოთ მე, ესაა მეხუთე თავი. რა უნდა გამეკეთებინა მეტი ჩემი ვენახისათვის და არ გავუკეთე მას? რატომ ვესავდი, რომ ყურძენს მოისხამდა იგი, მაგრამ ველური ნაყოფი მოისხა? აქ ხედავთ, რომ ღმერთი საოცრად იმედგაცრუებულია. ღმერთის მოლოდინი არის დამსხრეული. ის, რასაც ელოდებოდა ღმერთი, არ გამართლდა. იესო არ მოსულა უბრალოდ ქადაგებით, მეგობრებო. იესო არ მოსულა უბრალოდ გაცხადებით, რომ მე ვარ მესია, მე ვარ ღვთის ძე, მე ვარ ის, რომელიც იყო აბრაამამდე. როდესაც იესო მოვიდა, იესომ საკუთარი თავი განაცხადა იმ საქმეებით, რომლებსაც აკეთებდა. ის, რაც დაწერილი იყო ძველ აღთქმაში, მესიის შესახებ, რომის განკურნავდა, რომის დააპურებდა, რომის აღადგენდა მკვდრებს, ის ყველაფერი იესომ აღასრულა. და იესო გვაჩვენებს ერთის მხრივ ღმერთის სიკეთეს და გულმოწყალებას, მაგრამ ლეღვის ხის და წყლის მაგალითში ჩვენ ხედავთ მას როგორც სამართლიან მსაჯულს. ღმერთი არის საოცრად იმედგაცრუებული თავის ხალხზე, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ განაცხადა, რომ ის არის შვიდების მომტანი მესია, რომელიც შემოდის სიდიადით იერუსალიმში, მას სამწუხაროდ არ მოყვა აღიარება. რატომ ეუბნება ღმერთი ამ გზავნილს ებრაელ ხალხს? იმიტომ რომ ებრაელი ხალხი იყო ღმერთის სიყვარულის განსაკუთრებული ობიექტი. ღმერთმა გადაწყვიტა საუკუნეებითად და ამოირჩია, რომ გადაეხსნა თავისი ხალხი, თავისი ერი. და ამისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა. გადასახლებიდან დააბრუნა. მიცა იმედი, მიცა თავად ხორჩასხმული ძე, რომელიც მოვიდა მათთან და ღმერთი ასე ახლოს არასოდეს ყოფილა საკუთარ შვილებთან. მაგრამ სამწუხაროდ ხემ ვერ გამოიღო ის ნაყოფი, რომელიც მას უნდა გამოეღო. სამწუხაროდ ხე, რომელიც იყო შეფოთლილი, აღმოჩნდა გამოფიტული, ცარიელი, გარეგნულად ლამაზი, მაგრამ დაცლილი აბსოლუტურად სულიერებისაგან. სამწუხაროდ მორწმუნეები და ადამიანები, ვინც საკუთარ თავს იზახიან ქრისტიანებს, ემსგავსებიან ასეთ ხეს. გარეგნულად შეიძლება იყვნენ ძალიან მიმზიდველები, ძალიან ლამაზები. შორიდან როცა დაინახავ, როგორც ქრისტემ დაინახა, შეიძლება იყოს თვალწარმტაცი, დიადი და ლამაზი, მაგრამ ნაყოფი მას არ გააჩნდეს. ეს არა უბრალოდ ცუდი მდგომარეობაა, ჩვენ რომ გავათვითცნობიეროთ, არამედ ეს არის ძალიან საშიში მდგომარეობა. იმიტომ რომ ყველაფერი დღეს დავიდა ვიზუალიზაციამდე. თუ ადამიანი დადის ეკლესიაში, ჩვენ ფიქრობთ, რომ მორწმუნეა. თუ ადამიანი ხელებს აღაპყრობს ცეცხლისკენ, ჩვენ ფიქრობთ, რომ მორწმუნეა. სამწუხაროდ ღმერთს გამზომი სხვა საწყაო გააჩნია. ღმერთი სხვანაირად უყურებს, ღმერთი ჩვენნაირად არ უყურებს. სამწუხაროდ შეიძლება ხე, რომელიც ლამაზი, შეფოთლილი ჩანდა, არ არის ის ხე, რომელიც იმსახურებს ქებას. პირიქით ის იღებს წყევლას. და არის კიდევ ერთი მომენტი. იესოს ნამდვილად სურს, ნამდვილად
წყურია, შია, როგორც წერია, მოშივდა და ნამდვილად სურს, რომ ნაყოფი იგემოს, დაინახოს, მაგრამ ეს სიცარიელე, მაგრამ ეს უქონლობა, რომელიც გამოამჟღავნა ლეღვის ხემ, არის საოცრად სასტიკი რეალობა ღმერთთვის. ღმერთი ჩვენ ვამწუხრებთ ღმერთს, როცა მას არ ვაჩვენებთ ჩვენს ნაყოფებს. ეს ხე არის ებრაელი ხალხი, რომელმაც პრაქტიკულად გაანულა ღმერთის მოლოდინი. ეს არის ხე, რომელმაც თითქოს თავისი რელიგიურობით ღმერთი კეთილგანაწყო, მაგრამ სინამდვილეში სხვანაირად მოხდა. სინამდვილეში ებრაელი ხალხი დიდ თვალთმაქცობას ავლენდა ღმერთის წინაშე. მაგრამ ღმერთი ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველთვის თვალთმაქცობის და ფარისევლობის მოწინააღმდეგეა. მას რა უნდა ღმერთს? ღმერთს სულს გულწრფელი სიყვარული. ღმერთს სულს გულწრფელი წმენა. ეს არის ღმერთის მოლოდინი. ეს არის ნაყოფი, რომელსაც ღმერთი ელოდება და თუ მან ვერ იპოვა ნაყოფები, მაშინ აქ საერთოდ კითხვაც უნდა დაისვას, როგორი ხეა ეს? კარგი ხეა თუ ცუდი ხე? იმიტომ რომ შეიძლება გარეგნულად იყოს ნიშნები, მაგრამ რეალურად ნაყოფი არ გააჩნდეს ამ ხეს. შეფოთლილი ხე, თუმცა უნაყოფო. როგორი ხე ვართ ჩვენ? შეიძლება ჩვენ გქონდეს ბევრი ფოთოლი, მაგრამ იესომ ვერ ნახოს ნაყოფი ჩვენში. ჩვენ უნდა დავფიქრდეთ ამ მოვლენაზე, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, გავიაზროთ, მოვიტანოთ ჩვენ გულებამდე ეს მაგალითი, ეს შემთხვევა, იმიტომ რომ ეს არ დაწერილა უბრალოდ ჰაერში, უბრალოდ სხვისთვის. ღვთის სიტყვა ხომ დღეს ჩვენს გველაპარაკება. ბევრი ადამიანი, ბევრი მორწმუნე შეიძლება წლების გამოცდილი მორწმუნე თავს თვლიდეს როგორც ნაყოფიან ხედ, მაგრამ რეალურად ფოთლების გარდა არაფერი გააჩნდეს. და ეს არ არის კიდევ ერთხელ უბრალოდ ცუდი რამ, ეს არის ძალიან საშიში რამ. რა ნაყოფის ხილვა სურს ქრისტეს? გავიგეთ, რომ ღმერთი სასჯელს აგზავნის მაშინ, როდესაც ვერ პოულობს ნაყოფს და ღმერთი როგორც ხისაგან ელოდება ნაყოფს, მაგრამ რა ნაყოფსია საუბარი? როგორი ნაყოფები უნდა გამოვიყოთ? სამი რამ, რომელიც პრაქტიკული ქრისტიანობისათვის არის გადამწყვეტი და მე ვიტყოდი სამი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანი და ნაყოფი, რომელიც გამოგვაქვს ჩვენი ცხოვრების თითოეულ ეტაპს. მინიმუმ სამი. პირველი ეს არის წმენა განსაცდელის დროს. ჩვენი ნაყოფი, სულიერი ნაყოფი ეს არის წმენა განსაცდელის დროს. მაშინ, როდესაც მოდის განსაცდელი, მაშინ, როდესაც მოდის პრობლემა, გამოწვევა, სირთულე, საცდური, ჩვენ გვჭირდება მივენდოთ ღმერთს. ჩვენ გვჭირდება დავინახოთ ღმერთის ნების მოქმედება ასე დროს. მაშინ, როდესაც ისე არ მიდის ყველაფერი როგორც ჩვენ გვინდა, იმიტომ რომ ჩვენ მივეჩვიეთ ჩვენი ცხოვრების ჩვენებურად მართვას. ეს არასწორია. ჩვენ როდესაც ვინათლებით და ღმერთს ვპირდებით წმინდა ცხოვრებას, ჩვენ ღმერთს ვეუბნებით, რომ მე გაბარებ ჩემ ცხოვრებაში. ეს აღარ არის ჩემი ცხოვრება, ეს არის შენი ცხოვრება. და ჩვენ გვჭირდება რწმენის გამოვლენა მაშინ, როდესაც მოდის განსაცდელი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთულია. რა თქმა უნდა, ეს მოითხოვს უდიდეს ძალისხმევას, რომ მიენდო ღმერთს მაშინაც კი, როცა შენ ვერ ხედავ და ვერ გრძნობ. მაგრამ დამიჯერეთ, ეს არის ყველაზე კარგი ნაყოფი, რომელიც საუკეთესოდ ხახატებს. მეორე ეს არის პატიება წყენის დროს. სამწუხაროდ წყენამ დაანგრია ურთიერთობები. არა ეკლესიის გარეთ, არამედ ეკლესიაში. სამწუხაროდ ჩვენ ნემსივით გვესობა ერთმანეთის არასწორი ან ცუდი სიტყვა თუ მოქმედება. და იცით რატომ? ეს ბუნებრივიცაა. ჩვენ ეკლესიაში როგორც ქრისტეს სხეული ერთმანეთს აღვიქვამთ როგორც ჩვენ ერთ საერთო მთლიან სხეულს. ბუნებრივია ჩვენ წარმოგვიდგენია ერთმანეთი როგორც უკვე ზრდასრული, მოწიფული, სულიერი მორწმუნეები, მაგრამ ცხოვრება აჩვენებს, რომ რაც არ უნდა გაიზარდო, ყოველთვის ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ზრდა და მოწიფულობა. და ვერასოდეს ვერ მიაღწევ შენ იმ ზომას, როცა იტყვი, რომ აი მე უკვე გავხდი.
მე უკვე გავხდი სრულყოფილი ჩემს სულიერ ზრდაში. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება არის მუდმივი ზრდა და პატიების გამოლენა წყენის დროს ეს არის საუკეთესო საშუალება დაანგრიო ეშმაკის რახვები. იმიტომ რომ დღესაც ეშმაკი წყენის მეშვეობით ანადგურებს და აზიანებს ქრისტიანულ ურთიერთობებს. წყენა მეუღლეებს შორის, წყენა მსახურებს შორის, წყენა მშობლებსა და შვილებს შორის, წყენა ადამიანებს შორის ეს განსაკუთრებით სახიფათოა. იმიტომ რომ ჩვენ ძალიან სენსიტიურად ვრეაგირებთ ერთმანეთის ნათქვამზე თუ ერთმანეთის მიერ გაკეთებულ საქმეებს. ამისათვის აუცილებელია რომ ჩვენ ყოველთვის გავითავისუფლოთ ჩვენი გული. და გავითავისუფლოთ გული არა უბრალოდ პატიების გზით, არამედ წყენისაგან. მოვიშოროთ შური თუ წყენა. და მესამე, რა სურს ღმერთს, რა ნაყოფის ნახვა სურს? რა თქმა უნდა, ღმერთს სურს ნახოს ჩვენი გულწრფელი სიყვარული. ებრაელი ხალხი იყო ძალიან ძლიერი და მდიდარი თავის რელიგიურ წესჩვეულებებში. მაგრამ ღმერთმა ეს არ მიიღო. ღმერთმა უკუაგდო, ღმერთმა უარყვას დიდამოკიდებულება, იმიტომ რომ დღესაც არის ტენდენცია, რომ ჩვენ გავხდეთ სულიერები, ვიგრძნოთ რაღაც, მაგრამ არ გვინდა ვიყოთ მიკუთვნებულები, მიძღვნილები, ვაკეთებდეთ ყველაფერს არა ვალდებულების გამო, არამედ სიყვარულის გამო. ღმერთს სურს, რომ ჩვენი მსახურება და ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება, ყველაფერს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, იყოს სიყვარულით სავსე. სიყვარულით სავსე. იმიტომ რომ ეს არის ის, რისკენაც მოგვიწოდა უფალმა. ძალიან ბევრი არის დაწერილი ამის შესახებ იოანეს სახარებაში. რომ სწორედ სიყვარულმა უნდა აგვემოძრაოს. სიყვარული ერთმანეთისა და ღვთის მიმართ უნდა იყოს ყველაზე დიდი მამოტივირებელი ძალა, რომ ვიდგეთ ქრისტეში. და მე მინდა რომ დღეს აკითხოთ თომა კემპიელის სიტყვები. მართალია ეს ბენედიქტიელი ბერია, მაგრამ მისი ნაშრომი მიბაძვა ქრისტესი წარმოადგენს ალბათ ყველა დროის უშესანიშნავ პრაქტიკულ სახელმძღვანელოს, როგორ ვიცხოვროთ, როგორ გვჯეროდეს, როგორ გვწამდეს. და ირასამოს თომა კემპიელი სიყვარულით მსახურებაზე, სიყვარულით ცხოვრებას, იმაზე რომ ჩვენ უნდა ვაკეთოთ ყველაფერი სიყვარულით. მოусმინეთ თომა კემპიელს 1380-1471 წლები ინფორმაციისთვის თუ გაინტერესებთ. აი რასამოს ის პირველ წიგნში მე-15 თავში. უსიყვარულოდ ჩადენილი საქმე არაფერში არ არის გამოსადეგი. ხოლო სიყვარულისაგან ნაწარმოები, ანუ წარმოშობილი, რაგინდ უმცირესი და უბრალო რამ იყვეს, დიდ ნაყოფს გამოსცემს. ვინაიდან ღმერთი უმეტეს ყურადღებას აქცევს არა საქმის რაოდენობას, არამედ აზრსა მოქმედისას. რა მოტივით აკეთებთ და რა მოტივით ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როცა ჩვენ ცხოვრობთ და სურს ვემსახუროთ ღმერთს. მეოთხე, როგორ გავხდეთ ის ხეები, რომლებიც ისხამს ბევრ ნაყოფს? როგორ ვიყოთ ის ხეები, რომლებიც გამოიღებს ბევრ ნაყოფს? მე მინდა დღეს ერთის მხრივ თეოლოგიური ნაწილის გარდა მოგაწოდოთ პრაქტიკული ნაწილი იმისა. ერთი ძველი აღთქმიდან, ერთი ახალი აღთქმიდან. მოდით ვისწავლოთ ღვთის სიტყვისგან, როგორ ვიყოთ ხეები, არა უბრალოდ შეფოთლილი, არამედ შეფოთლილიც და ისეთებიც, რომლებიც გამოიღებენ მუდამ ნაყოფს. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, ღმერთს არ სურს, რომ ჩვენ უბრალოდ ვიყოთ ლამაზი ხეები. ღმერთს სურს, რომ ჩვენ ვიღებდეთ ნაყოფს, რომელიც განადიდებს მის სახლს. ფსალმუნი პირველი გახლავთ კარიბჭე ფსალმუნის წიგნთა შორის. საერთოდ ფსალმუნთა წიგნი ეს არის ლოცვების კრებული. ყველა ადამიანური მდგომარეობა, ეს ყველაფერი, რაც კი შეიძლება რომ ადამიანს აღმოხდეს გულიდან, ჩაწერილია ფსალმუნთა წიგნში. ფსალმუნების წიგნი ეს არის გრძნობების, ემოციების, სურვილების, გულწრფელი ღაღადის კრებული. და როგორ იწყება ფსალმუნი პირველი? ჩვენ ვკითხულობთ ასეთ სიტყვებს. ნეტარია კაცი,
რომელიც არ მისდევს უხთოთა რჩევას და ცოდულთა გზას არ ადგას, არ ზის ავყიათა საკრებულოში. არამედ უფლის რჯულშია მისი მისწრაფება და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღე და ღამ. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილი ხესავით თავის დროზე, რომ იძლევა ნაყოფს და ფოთოლი მისი აჭკნება და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია. როგორ ვიყოთ ის ხეები, რომლებიც არის შეფოთლილი, არის მუდამ ლამაზი და ასევე თავის დროზე იღებს ნაყოფს. პასუხი მარტივია. პირველი, ჩვენ გვჭირდება ღვთის სიტყვა, რომ ღვთის სიტყვის მეშვეობით ჩვენი სული შეივსოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთია გვესაუბრება თავის სიტყვაზე ფიქრს, თავის სიტყვაზე დაფიქრებაზე, თავის სიტყვის მნიშვნელობაზე და იმაზე, რომ ჩვენ დავფიქრდეთ მის სიტყვაზე. სხვანაირად ამ მოქმედებას ქვია მედიტაცია, მაგრამ სამწუხაროდ დღეს მედიტაცია სხვანაირად ესმის ადამიანებს. აღმოსავლური მედიტაცია ეს არის განდევნა აზრების, მაგრამ ქრისტიანული მედიტაცია ეს არის შევსება ჩვენი აზრების, ჩვენი გონების ღვთის სიტყვით. ტიმ კელერი სამართლიანად ამბობს, რომ იმისათვის, რომ ჩვენ ვიყოთ არა ზამთრის, არამედ ზაფხულის ხეები, ჩვენ გვჭირდება, რომ მუდამ ავისოთ ჩვენი გონება ფიქრის მეშვეობით ღვთის სიტყვით. ღვთის სიტყვამ უნდა დაიკავოს ადგილი. ყველანაირი ცუდი აზრი, ყველანაირი ცუდი ემოცია უნდა გავიდეს. და დამიჯერე დღეს საკმაოდ ბევრია ცუდი აზრები, ემოციები, შიშები, ეს ყველაფერი გაათავისუფლეთ. მიეცით ღვთის სიტყვას, დაიკავოს ადგილი თქვენს გონებაში და აავსოს. აავსოს, რათა ვიყოთ ისეთი ხე, რომელიც მუდამ არის გაფოთლილი, მუდამ არის ლამაზი და ასევე ის ხე, რომლის ფოთოლიც არ ჭკნება და რომელიც თავის დროზე იღებს ნაყოფს. ეს არის ძველი აღთქმისეული მიდგომა და ეს არის ღვთის სიტყვა, მაგრამ მე დღეს მინდა ასევე წარმოგიდგენოთ ახალი აღთქმისეული მიდგომა. როგორ ვიყოთ ჩვენ ხეები, როგორ ვიყოთ ის მცენარეები, რომლებიც მუდამ იღებს ნაყოფს. პასუხი მარტივია. ქრისტეს გარეშე არაფერი არ გამოვა. ჩვენ არაფერი არ შეგვიძლია ქრისტეს გარეშე. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ჩვენ რაღაც უნდა ვქნათ, მაგრამ გამოგრჩება ქრისტე, ჩათვალეთ ჩვენ უბრალოდ მორალს წავიკითხავთ. იოანეს სახარება მე-15 თავი. იოანეს სახარება მე-15 თავი. იესო ძალიან ბევრს საუბრობს აქ ჭეშმარიტ ვაზზე და ჭეშმარიტ ლერწმებზე. და ის ასამბობს მე-15 თავი წავიკითხავთ სამუხს. მე ვარ ვაზი. თქვენ კი ლერწები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი ბევრ ნაყოფს ისხამს, რადგან უჩემოდ არაფრის კეთება არ შეგიძლიათ. ვინც ჩემში არ რჩება, გარეთ გადაიგდება, როგორც ლერწი და დაჭკნება და მოაგროვებენ მას და ცეცხლში ჩაყრიან და დაიწვება. თუ ჩემში დარჩებით და ჩემი სიტყვები თქვენში დარჩება, რასაც ისურვებთ, ითხოვეთ და გექნებათ. ამით განდიდება ჩემი მამა, თუ ბევრ ნაყოფს გამოიღებთ და ჩემი მოწაფეები იქნებით. როგორც მამამ შემიყვარა მე, მეც ასევე შეგიყვარეთ თქვენ. დარჩით ჩემს სიყვარულში. ეს არის ფორმულა იმის, თუ როგორ შეგვიძლია ვიყოთ ხეები, რომლებიც მუდამ არის გაფოთლილი და როგორ შეგვიძლია ვიყოთ ლერწები, რომლებიც მუდამ გამოიღებს ბევრ ნაყოფს. პირველი, ქრისტეს გარეშე არაფერი არ შეგვიძლია. მეორე, ქრისტემ ამისათვის უკვე განსაზღვრა პირობა, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ მასში, დავრჩეთ მასში და მესამე, ამის გარანტია არის ღვთაებრივი სიყვარული. როგორც მამამ შემიყვარა, მე ასევე მეც შეგიყვარეთ თქვენ, დარჩით ჩემს სიყვარულში. რას ნიშნავს ეს ყოველივე? ის რომ ჩვენ ღმერთში დავრჩეთ. არა უბრალოდ ჩვენი ნება და არჩევანი, არამედ ეს არის ღმერთის სიყვარულის მოქმედების პერსპექტივა. ღმერთი უკვე ამბობს, რომ მე შეგიყვარეთ თქვენ, ამიტომ თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ის ლერწები, რომლებიც ჩემში რჩება და ის გამოიღებს ბევრ ნაყოფს. აქ კიდევ ერთხელ გამეორებულია ის აზრი, რომ ის ლერწი,
რომაც ვერ გამოიღო ნაყოფი, დაჭკნება, მოაგროვებ მას, ცეცხლში ჩაყრიან და დაიწვება. ჩვენ ყოველ კვირას ვაღიარებთ და ვიხსენებთ, რომ იესო არის ის, რომელიც განსჯის ცოცხლებსა და მკვდრებს. იესო არის ის, ვისაც მისცა მამამ უფლება და ძალაუფლება, პატივი და პრივილეგია განსაჯოს. მას აქვს ძალაუფლება, უფრო მეც გეტყვით, როცა იესო წყევლის ლეღვის ხეს, ის ამით აცხადებს, რომ მის სიტყვებში არის სამჯავრო. მისი სიტყვა არის მოქმედი. მისი სიტყვა არის ის, რომელიც განსაზღვრავს, გადარჩება თუ დაიღუპება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აზრი. იესოს სიტყვა არის მოქმედი. როგორც კი ის წყევლის ლეღვის ხეს, როგორც კი ესაუბრება ლეღვის ხეს, მომენტალურად ლეღვის ხე იწყებს გახმობას. ცნობილი თეოლოგი სინგლარ ფერგიუსონი, როდესაც კომენტარს აკეთებს ქრისტეს მიერ ლეღვის ხის დაწევლის შესახებ, ის ამბობს, რომ იესო არ ხუმრობს. ის არც ცდება, არამედ იესო ხას უსვამს სულიერ სერიოზულობას, რომელიც დაკავშირებულია ნაყოფების გამოღებასთან. გეკითხებით, როგორ შეგვიძლია ჩვენ ვიყოთ ის ხეები, რომლებსაც გამოაქვს ნაყოფები? პასუხი არის ძალიან მარტივი. მხოლოდ ქრისტეთი. იესო თავად გახდა ის ხე, რომელიც დაიწყევლა. იესო თავად გახდა ის ხე, რომელიც გახმა. იესო თავად გახდა ის ხე, რომელმაც იწუნია ღმერთის სამჯავრო. ის გახმა. ის დაიწყევლა. მან იწუნია სამჯავრო ჯვარზე. და სწორედ ქრისტეთი შეგვიძლია ჩვენ ვიყოთ ის ხეები, რომლებიც გამოიღებს მრავალ ნაყოფს. რომლებიც არიან გაფურჩქნუნები, ლამაზები და არა უბრალოდ შეფორთლილები, არამედ ის ხე, რომელსაც ღმერთი პოულობს ნაყოფთან ერთად. როგორ? პასუხი არის ძალიან მარტივად. როგორ შეძლო ეს? დებოდა ძმებო, ედემის ბაღში ღმერთმა ადამს განუსაზღვრა მორჩილება ხის მეშვეობით. ხე იყო ის, რომელიც განსაზღვრავდა მის მორჩილებას. მაგრამ ადამმა სამწუხაროდ ეს ვერ შეძლო. გეცემანის ბაღში მრავალი საუკუნის შემდეგ ღმერთის ზე დგას და ღმერთი მას ეუბნება, შენ ახლა ჩემ მორჩილებას ირჩევ ხის მეშვეობით. იმიტომ რომ ჯვარი იყო ხე, სადაც იესოს უნდა გამოეხატა მორჩილება. და იესომ შეძლო. იესომ გამოხატა ეს მორჩილება. და სწორედ იმით, რომ ის გახდა მორჩილი ჯვარზე, ხის ჯვარზე და როგორც ბიბლია წერს, ხეზე დაიწყევლა რა, ამით მოგცა ჩვენ ძალა და შესაძლებლობა ვიყოთ ის ხეები, რომელსაც გამოაქვს ნაყოფი, რომლებიც შეძლებენ იცხოვრონ ისე, რომ მოიტანონ ღმერთთან რწმენის, სიყვარულის და მორჩილების დიადი ნაყოფები. და ეს შეგვეწიოს ღმერთი, და ეს შეგვეწიოს უფალი, წამდეს მისი და ვიყოთ ხეები, აყვავებული და თავის დროზე ნაყოფის გამოღები. ამინ. მოდი